გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. ჩვენი წარმოდგენია თბილისის აკრები, ახალი თვითმყოფადი უბანი ქალაქში, ვაკე საბურთალოს შორის, უნივერსიტეტის ქუჩიდან 5 წუთის ავალ მანძილზე. აკრებში 20 ნოემბრამდე მოქმედებს სპეციალური ფასის შეთავაზება, ასე რომ თუ ეძებთ ახალ ბინას, იჩქარეთ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში, ნახავთ აკრების ბმულს, სადაც გაეცნობით უფრო მეტ ინფორმაციას და საკონტაქტო ნომერს. ახლა რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმარს. ჩემი სტუმარია ფსიქოლოგი, ურთიერთობების ექსპერტი ზურაბ ხეიძე, რომელიც ძალიან უყვარს YouTube-ის მაყურებელს. მის ვიდეოებს აქვს უამრავი ნახვა და ძალიან დიდი ხანი მინდოდა მისი მოწვევა. ასე რომ დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ბატონ ზურა. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის. სანამ დავიწყებთ დღევანდელ ეპიზოდს, ტრადიციულად მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. სალომე კასრაძის პოდკასტი დღითი დღე იზრდება, გვემატება გამომწერები, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ სწორედ ეს არის იმის განმაპირობებელი, რომ არხი გაიზარდოს, უფრო განვითარდეს და უფრო ხარისხიანი და საინტერესო ეპიზოდები შემოგთავაზოთ საინტერესო სტუმრებთან ერთად. ხშირად შეიძლება ვერც შეამჩნიოთ, რომ თქვენ ხართ ჩემი არხის მაყურებელი, მაგრამ არხი არ გაქვთ გამოწერილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ასე რომ გთხოვთ, დააკვირდეთ, თუ არ გამოგიწერიათ ჩვენი არხი, დააწყაპეთ ვიდეოს ქვემოთ subscribe ღილაკს. დღევანდელ ეპიზოდს წარმოგიდგენთ კლინიკა კანი, რომელიც გახლავთ მულტიპროფილური კლინიკა, რომელიც აღჭურვილია უახლესი თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საქმე ეხება კანის და ზოგადად ჯანმრთელობის საკითხს, ისეთ კლინიკას მივაკითხო, რომელსაც ნამდვილად ვენდობი. ასეთი არის კლინიკა კანი, სადაც დიდი ხანია უკვე დავდივარ. აქ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები მუშაობენ, როგორც ქართველები, ასევე უცხოელები, ასე რომ მე თამამად ვუწევ რეკომენდაციას კლინიკა კანს და ჩემი პოდკასტის მაყურებლისთვის ვიდეოს ქვემოთ დაგიტოვებთ მოკლე ინფორმაციას, თუ რა შეთავაზება აქვს კანს თქვენთვის. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და დავიწყოთ, ბატონ ზურა. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ურთიერთობებზე. ვისაუბრებთ რომანტიკულ ურთიერთობებზე, რადგან ჩემი არხის მაყურებელს აღმოჩნდა, რომ ძალიან აინტერესებს ეს საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ 85% არიან ქალები ამ აუდიტორიის, მამაკაცებისგანაც ძალიან ხშირად ვკითხულობ კომენტარებს. როგორც ჩანს, აინტერესებთ ეს საკითხი, რაღაც არის გაურკვეველი მათთვის, რაღაც კითხვები, რომლებზეც პასუხი ვერ გასცეს. და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ეპიზოდიდან ისინი კიდევ ბევრ ახალ ცოდნას მიიღებენ, რაც ძალიან გამოადგებათ ცხოვრებაში. მინდა დავიწყო ესეთი კითხვით. ზოგადად არაერთი სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ იმისთვის, რომ ადამიანმა წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში, კარიერაში, მთავარი ფაქტორი არ არის არც პროფესიონალიზმი, არც ნიჭი, ხშირად ეს არის სოციალური უნარიანობა. ანუ იმის უნარი, რომ ადამიანმა ამოიცნოს მეორე ადამიანი, გაუგოს მას, გავლენა მოახდინოს მასზე, რომ თავისი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. მაინტერესებს ეს, რომ გადმოვიტანოთ რომანტიკულ ურთიერთობებზე. აქაც იგივე პრინციპი მუშაობს, თუ გჯერათ, რომ სიყვარული შეიძლება ისეთი ძლიერი იყოს, რომ სოციალური უნარიანობა საერთოდ არ დაჭირდეს, ეს სოციალური უნარები და აი ეს ბარიერი გადალახოს და მაინც მიაღწიოს ადრესატამდე ამ სიყვარულმა, რომ გამოხატოს ადამიანმა თავისი თავი, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ძლიერი სოციალურ უნარიანობაში. მოდით დავიწყოთ პირველი ნაწილიდან. ურთიერთობებზე კანონზომიერებები ერთი და იგივეა, გავლენის მოხდენის და რაღაცა შედეგის მიღების. არ აქვს მნიშვნელობა რომანტიკულს ეხება სამსახურეურის თუ ოჯახში ურთიერთობების. შესაბამისად, გააზრება თვითონ იმ კანონზომიერებების როგორ და რანაირად ხდება, უნდა წესით მოგეხმაროს იქაც და იქაც. თუ რაღაც ერთ სფეროში ხარ, მაგალითად, თუ ხარ კარგი მარკეტინგის სპეციალისტი, აი ძალიან მაგარი, წარმატებული, ყიდი ყველაფერს. ან მუშაობ შაბლონებით, ან ერკვევის სიტუაციაში. თუ ერკვევის სიტუაციაში, მაშინ არც რომანტიკული ურთიერთობები გაგიჭირდება, არც პარტნიორთან ურთიერთობები, არც ოჯახში. ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ დგას ერთი და იგივე რაღაც საფუძველზე. ახლა შეუძლია თუ არა არ კონდეს სოციალური და რამდენი გინახიათ უზუმოდ ცალმხრივად შეყვარებული ადამიანი. ოღონდ გულწრფელად შეყვარებული, არ ვამბობ რაღაცის. და რჩება თამაშგარე მდგომარეობაში.
მეცაც გეტყვით, ხშირად ესეთი განცდა აქვს მას, რომ სოფლიო ძალიან უსამართლო. ამას როგორ უყვარს და ის ამ დროს, ხო? უბრალოდ როგორ ფიქრობთ, რაზეა დამოკიდებული? სიყვარული გვაქვს, გულწრფელი გვაქვს, შეიძლება ძალიან მაღალი, მაგრამ რატო არ დგება შედეგი? ზუსტად იმიტომ, რომ შეცდომა, ანუ თქვენ ტერმინებში რო ვთქვათ, ასოციალური უუნარობა რაღაცის მიღების. ასე რომ, მე მგონი გიპასუხებთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ შენ კარგად იგრძნო თავი. აი, რითი უნდა დაიწყოს ადამიანმა ამ დროს? ესე იგი, მან შეიტყო, რომ მნიშვნელოვანია სოციალური უნარიანობა. აი, როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა ამ უნარის განვითარება? ფსიქოლოგიაში ისედაც ერთ-ერთი მეთოდი და მე მგონი ერთადერთი მეცნიერება არის თვით დაკვირვება, საკუთარ თავზე განცდებს დაკვირვება. ეს ერთი რომ იყოს უნდა ყურადღებიანი. მეორე ვექტორი საერთოდ ნებისმიერი ადამიანის მით უმეტეს თუ რაღაცა უნდა იყოს არა წარმატებულობა, რაც ყველას აქვს, არამედ გონიერება. და რატო? წარმატება ვითომ კარგი სიტყვა, ხო? მოდი ვნახოთ, წარმატებას არ აქვს განსაზღვრულობა, ნახეთ. ვიღაცამ ბანკი რო გაიტანა და 2 მილიონი გაიტანა, წარმატებულია ეს ადამიანიც და ეს ადამიანი. წარმატებულის თვითონ სიტყვის გამოყენება ჩემი აზრით შემოტანილია იმისთვის, რომ რაღაცები კარგად გაყიდო. მაგალითად, მე თუ ვამბობ, რომ წარმატებულ ადამიანს iPhone 16 აქვს, ეს ხალხი იმიტომ, რომ მათ მოვანდომეთ, რომ წარმატებული იყოს, მიდის და ყიდულობს ამ iPhone 16 და რაღაც. ანუ თავარია სტატუსს მიავა და რასაც მიაბავ და ეს მას მედიით და იმით რეკლამით შეიძლება, რასაც მიაბავ, ის იყიდებ. მეცაც გეტყვით, თუ დააკვირდებით, ფიქრებიც კი შეცვალა ადამიანმა, რომ დაემსგავსოს წარმატებული ადამიანის ფიქრებს. ანუ ნახე, აზროვნებაშიც კი ჩაერემთ, რომ ესე უნდა ვიფიქრო. შეიძლება გაიხსენოთ რაღაცები მოდაში შემოდის, რომ ეს აკეთო, ხო? სიტყვებიც კი მოდაში შემოდის. ახლა ბოლო დროს ნარატივია ძალიან მოდაში. იმის წინ კიდე რაღაცა იყო, ახლა ცოტა ხანში კიდე რაღაც სხვა შემოვარდ, რომ ვიღაცამ რო თქვა, ის აქმულია როგორც წარმატებული და ახლა მე ყველამ უნდა იძახოს ეს. მე კაი ტიპი ვარ, რადგან ამ სიტყვაზე. ხო, და თითქმის არაცნობიერია. და რატო არის ეს წარმატება სახიფათო? ადრე თქვათ 1-30-40 წლის წინ შეიძლება 70-იან წლებამდე მთელ სოფლიოში წარმატებული რო ყოფილიყავი, რაღაც უნდა შეგექმნა. ნებისმიერ სფეროში. მსახიობი, ხო, მაგრამ მსახიობი უნდა ყოფილიყავი, არქიტექტორი რაღაც კრიტერიუმი შეიცვალა. შეფასების არის ნახვების რაოდენობა. და ნახვების რაოდენობას არანაირი კავშირი არ აქვს პირდაპირ წარმატებასთან. და რატო? ის რაც ნორმაა, ჩვენ ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, ხო, ქუჩაში თქვენ მიდიხართ, ადამიანები ჩვეულებრივად დადიან, არ აქცევთ ყურადღებას. რას აქცევთ ყურადღებას, რაც აქედან ამოვარდნილი. უჩვეულოდ. ესე იგი, ჩვენ ნახვების რაოდენობა შეიძლება გავზარდოთ პროვოკაციით, სისულელით, თავარია ნორმიდან იყო ამოვარდნილი, მერე აქ ადამიანს მილიონი ნახვა და უხარია, რომ წარმატებულია. და სინამდვილეში შექმნა კი არა. როგორ გითხრათ, აბსოლუტური უშინაარსო იდიოტობა, ახლა მე შემიძლია რა უნდა მაგის მოგონებას დღეს თქვენი თქვათ პოდკასტის ნახვა გავზარდოთ 2 მილიონი. არა, აი ისე გავზარდოთ, რომ რაღაც შევქნათ რთულია, მაგრამ ძალიან მარტივად შეგიძლიათ გავზარდოთ ნახვების რაოდენობა. პროვოკაციით. რა თქმა უნდა, პროვოკაციით და იქნება 2 დღეში გექნება 2 მილიონი ნახვა. ამიტომ როცა ჩვენ ბავშვებს ვეუბნებთ, რომ წარმატებული, ადამიანის ფსიქიკა მოწყობილია. ხო იცით როგორ, ხო? ადამიანს ეზარებოდა 100 მეტრსართულზე ლიფტი მოიგონა, ანუ მინიმალური ეკონომიით, ხო? და რა შევქმნა და ვიწვალო. გამოვალ რაღაცა შევიგინები თავზე ვედროს დავეხურავ და მაგ ნახვა 2 მილიონი, ხო? ახლეთ ესეთი რაღაცა. და ეს როგორ ვითარგმნება რომანტიკულ ურთიერთობაში? აქაც ხო მუშაობს ეს თუნდაც პროვოკაცია. რომ მიიქციო ყურადღება, იყო რაღაც გამორჩეული. ხო, მაგრამ ახლა პროვოკაცია მუშაობს, პროვოკაცია ყურადღების მისაქცევად არის, მაგრამ იქ ნახვები, მე რო თქვი რომ ნახვები იზრდება, შეიძლება თქვენ ნახოთ. და იცით რა გაიფიქროთ, რომ იდიოტობა, მაგრამ თავარია რომ ნახეთ. და ახლა რომანტიკულ ურთიერთობაში პროვოკაცია, მარტო შინაარსი თუ პროვოკაცია შემოხედა ვიღაცამ და იგივე გაიფიქრა, თქვენი ურთიერთობა არ შედგება, ხო?
ზოგადად ესე ყურადღება უნდა მიიქცია, იმიტომ რომ ვიღაცამ რო გამოგარჩიოს შენ, უნდა იყო განსაკუთრებული. და ვიღაცამ რო თავი ბედნიერად იგრძნოთ, ის თქვენთვის უნდა იყოს განსაკუთრებული. და განსაკუთრებული რო იყოს, ესე იგი უნდა განსხვავდებოდეს სხვებისგან. და რო განსხვავდებოდეს სხვებისგან, ისეთი რაღაცა უნდა გავაკეთო, რაც ყურადღებას მიიქცევს. ხო? მე არ ვამბობ რაღაც ისეთი გავაკეთო, რასაც არავინ არ აკეთებს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანთან მიმართებაში ისეთი რაღაც უნდა მოვიფიქრო, ან სხვებთან მიმართებაში, რომ რაღაცით გამოვრჩიო. ხშირად ამბობენ, რომ ეს თავისით მოხდება. ადამიანს ჩვენ თუ გვიწერია ერთად ყოფნა, ჩვენ ერთმანეთს ისედაც დავინახავთ, ისედაც დაალაგდება ყველაფერი თავისით და ყველაფერი ზემოთ არის გადაწყვეტილი. კი ბატონო, შეუძლიათ ესე იფიქრო. მე ვამბობ, რომ ასე არ არის. ყველაფრის მიღება შეიძლება, სულ ამ კუთხით განვითარება თუ გვინდა, არასდროს არავის არაფერი არ უნდა დავაბრალოთ. იმიტომ რომ დააკვირდით როგორ არის. როცა ადამიანს კითხვა აქვს, თავი მუშაობს. როცა პასუხია, აღარ მუშაობს. პასუხი შვება, კითხვა დაძაბულობა. ამიტომ ასეთი ხალხი რომ ყველაფერი რო წინასწარ იცის და სახელებით ხელმძღვანელობს, რომ ეს ის არის, ეს არის, მან პასუხი გაცა და რადგან პასუხი გაცა, მისი აზროვნება ახალ პროდუქტს არ გქონს. როცა მე ვიღაცასთან ურთიერთობა არ გამომდის, თუ მე ვამბობ, რომ იმის ბრალია, პასუხი მიღებულია და არ ვითარდები, მაგრამ თუ ვამბობ, რა უნდა გამეკეთებინა, რომ შედეგი მიიღო, მაშინ ვითარდები. ხო და აი ვინც ყველას აბრალებს, სხვებს გარეთ არ ვიცი მე მამამის, დედამის, ქვეყანას, მეგობარს, ვიღაცას, თავის უფროს, რაღაცა, ხო? განვითარებელი რჩე. რაც იყავი, როგორი სალამაც იყავი, ისეთი სალამად დარჩე. ამიტომ თუ ძირითადი მომენტი არის, რომ გონიერი გახდა, არ გამოგვივიდა რაღაც დღეს, ვფიქრობთ, როგორ უნდა გამეკეთებინა. ვიკითხეთ, წავიკითხეთ, ან მივხვდით. მივხვდით, ეს უკვე არის დამატებითი რესურსი. სიტუაციის განმეორების შემთხვევაში ჩვენ ვიცით უკვე როგორ ვემოქმედოთ. ანუ, ნახეთ, ცოტა გავიზარდ. და სულ ვამბობ რა, კაი შედარება მოვიყვანე და ადამიანი თავის წონას უფრო აქცევს, ყურადღებას, რამდენი მოიმატა, რამდენი მოიკლო თან ყოველდღე და არ ფიქრობს, რომ ერთი თვე რო გავიდა და ისევ ისეთია და აქ არაფერი მოემატა, ეს არ აწუხებს. და ის აწუხებს. ანუ ნახე, უბრალოდ მიდგომებს ცური და განვითარებისკენაც მიდიხარ და რაღაცისკენაც და თავისით მოხდება, კი ბატონო, თავისით, მთლად თავისით წვიმაც არ მოდის, რაღაცა ფიზიკური პროცესები უნდა მოხდეს, რომ ისე გამოდგა, ესე არ არის. ანუ ჩემი სურვილი იყოს რაღაცა ისე, როგორც მე მინდა, არ არის საკმარისი, რომ ის იყოს ისე, როგორც მე მინდა და ადამიანები ხელმძღვანელობენ თავის სურვილებით. და ეს იწვევს კონფლიქტს. მე მინდა, რომ თქვენ ახლა ადგეთ და ლექსი წაიკითხოთ. თქვენ არ გინდათ და წავიდა კონფლიქტი ახლა. თან მე ვარ გაბრაზებული, რატო არ გინდათ და ხონდა დავფიქრდი, რომ რატო უნდა გინდოდეთ. და მოვიფიქრო ის, რომ თქვენ გინდოდეთ. და თან უფრო მაგარი ვარ, თუ ისე მოვიფიქრე, რომ თქვენ მოგინდათ ლექსი თქვა, რომელიც მე მინდოდა და ბედნიერი ხართ ამეთ. და თქვენ სულ ამბობთ, რომ უპირატესობა აქვს იმ ადამიანს, ვისაც უყვარს. შეგიძლიათ უფრო მეტი გითხრათ ამაზე? ეს გააზრება ჭირდება ადამიანს თუ შეყვარებულია, იმიტომ რომ ეს შეყვარებულები ხოლმე ცალმხრივად ესე თქვა ძალიან დასუსტებულად არიან. ძალიან მარტივია. თუ გაიხსენებთ ეგეთ შემთხვევაში, თუ უნდა გაიხსენე, არ არის ვიღაც რო გიყვარდა და აღარ გიყვარს. გქონდათ ეგეთი შემთხვევა? კი, მქონია. კი არ გეზიზღებ. არა, აღარ გიყვარს. ან შეიძლება გაგიფიქრებია, რომ რამ გამაგიჟა თავის დროზე ამაზე, ხო? ახლა უყურეთ რა ხდება. აბა კარგად გააცნობიერეთ. რო გიყვარდათ ეს ადამიანი რამდენი რამე იყო თქვენთვის, რო არ გიყვართ, არაფერი არ არის. აქედან ლოგიკა, როცა მე მიყვარს და მას არ უყვარ ვარ, მას დასაკარგი აქვს. მე ერთხელაც შეიძლება გავაღვიძო და აღარ მიყვარდეს. და იმას თუ არ უყვარ ვარ, მე დასაკარგი არაფერი არ არის. ამიტომ თუ კარგად გაიაზრებ, როცა ადამიანი მოგწონს და გიყვარს, და კარგად გაიაზრებ რა პროცესია, შენ იწყებ მის მართვას და არა ის შენსაც. მაგრამ უნდა მიხვდე, რომ შენი უპირატესობა აქვს და არა მისი. როცა იქიდან არანაირი რეაქცია არ არის, თქვა თუ ცალმხრივ სიყვარულზე გულისაუბრობთ. აი როგორ მართავ მე? არანაირი რეაქცია არ არსებობს. და გეტყვით რატო? მოდი ეს შემთხვევით გავიგონო. გექნებოდათ ეს, აი თქვა რაცა შეყვარებულია ამაზე ვიღაც
ქალზე, ამ კაცს არ აინტერესებს ეს კაცი, აბსოლუტურად არ აინტერესებს ჩვეულებრივად ოღონდ. შეიძლება თქვას, რომ ეს მომაცილეთ რა აღარ შემიძლია. და უცებ გაიგო რომ ცოლი მოიყვანა. იცით როგორ ინტერესდება? შეიძლება სოციალურ ქსელში ნახავს ვინ მოიყვანა და თუ ვინც მოიყვანა თავისი შეფასებით. უფრო ლამაზია. თუ უფრო ლამაზია ძალიან ცუდად ხდება, მაგრამ თუ ის არის რა ქვია, ძალიან არა ამოის. რატო დანაკარგი არ. მოწონდი აღარ მოწონხარ, უყვარდი აღარ უყვარხარ. დანაკარგზე რეაქცია უბრალოდ მეტნაკლები ინტენსივობით რა მე არ ვლაპარაკობ შეიძლება თავი მოვიტანო. ესე რომ ვიღაცას მოვწონდი და ეხლა აღარ მოვწონვარ, ეგ შენ კაი ხასიათზე არ გაყანებ. მაგრამ მე თქვათ იმ კაცის გადმოსახედიდან ის ხო იმ მომენტში არ ფიქრობს რომ ეხა მე მეორე ქალს მოვიყვან ცოლად და მე ნახოს ამან რამდენი დაკარგა. ამას ხო არ ფიქრობენ. ისინი ფიქრობენ რომ სასწრაფოდ უნდათ ამ ქალის ყურადღების მიქცევა. და ასეთ დროს რა უშლით ხოლმე ხელს? აი რატო ვერ ახერხებს კაცი? ძალიან ხშირად არის ეგეთი სიტუაცია რომ ორივესთან, ქალთანაც და კაცთანაც მათთან არ არის სხვა. ესე იგი სანამ შეყვარებული არ არის, ყველაფერი კარგად გამოდის, სწორად გამოდის, როგორც კი ეს დაემართება, ზუსტად იქუშვებს შეცდომებს. რატო ემართებათ? იმიტომ ემართებათ, რომ ნახე, თავიდან ვიღაც რომ მოგეწონა და რაც შეგიყვარდა, შენ კარგავ იმსახეს. შენ მაგალითად იგივე კაცი უნდა გინდა რომ აი ყველაფერი რასაც ის გეტყვის გააკეთო, რაღაც ისქნა ისე ზუსტად ისე აკეთო, ხო? განსაკუთრებით ხა მამაკაცი ხდება და ზუსტად მაგიტო კარგავ მამაკაცურობას ამ ქცევაში. ამიტომ იკარგება ინტერესი. როცა ისე ხარ თავისუფლად, ნახე არ ფიქრობ, გამოგდის ყველაფერი მშვენივრად. მოწონხარ უყვარ, როგორც კი დაგემართება მაგრამ ამასაც ცოდნა უნდა იცოდე. რა? როდის რა მოხდება? ასე თუ მოიქცევი, ეს დაგემართება, თუ იქნები თავისუფლად და ესე ბუნებრივად, ამას უკეთესი შედეგი შეიძლება მოყვეს. ბევრმა ეს არ იცის, ბევრმა არ იცის ურთიერთობების ხელოვნება საპირისპირო სქესთან. ეს ისწავლება? კი, როგორ არის? არაფერი პრობლემა არ არის. მან უბრალოდ რეაქცია ხოლმე ადამიანს ეგეთი, ახლა ყოფილა ეგეთი შემთხვევა, მე მეგონა ის თვითონ იყო ეგეთი და ესე იგი თქვენ ასწავლეთ, ხო? აი, პრეტენზია ეგაა რა, მე ბუნებრივობა მინდოდა. და სულ მიკვირს, რომ რატო ბრაზდება ადამიანი ასეთ რაღაცაზე, ხო? გამარჯობა რომ მითხარი. და მე რო გითხრათ, გასწავლეს არა, რომ გამარჯობა უნდა თქვა. ამაზე ხო არ ბრაზდებით? ვიღაც რა ვიცი ქალს მოწონს კაცს თუ კაცს მოწონს და ის არასწორ რაღაცას აკეთებს, მოვიდა ვიღაცა თავში გირტყავს ჯოხს. იმიტომ რომ არ იცის როგორ გააკეთო. შენ უთხარი რომ თუ გინდა რომ მოეწონო დადეს ჯოხი. იმ დროზე არ გამოგედას, რატო მეორე მხარე ამას ხებულობს, რომ რატო ისწავლა? ძალიან უცნაური. სხვაზე არ აქვს პროტესტი. სხვა ნასწავლა რაღაცა პროტესტი. აქ ვითომ ისა ეს უცნაური ისა დაკვირვება არის ხოლმე ბრაზდებ რომ იმან გითხრა ხო ესე იგი და იმიტომ მოიქეცი. შეიძლება იმიტომ რომ მე მინდა რომ ვისაც მე უყურვარ იმას თავისი თვითონ კონდეს ჭკუა, მაგრამ კაი ისწავლა რა მოხდა. პირიქით მე მგონია ეს დასაფასებელია, იმიტომ რომ ის ადამიანი განვითარდა და უკეთესი ხდება. იმისთვისაც ხო უკეთესია ადამიანო დაიწყოს და გითხარი დადო ჯოხი აღარ გირტყავს და რატო უნდა გაგიბრაზდე რომ ვიღაცამ გითხრა რომ ესე გააკეთე ხო? არასწორი. ასე რომ დასწავლადი არის, არ არის პრობლემა. ჯერთი ყველაფერი სწავლა, ყველა ურთიერთობაში რაღაცას სწავლო. ისედაც რა მნიშვნელობა აქვს შეყვარებული ხარ არა ხარ ხო? ურთიერთობის სწავლა უნდა. უბრალოდ უნდა იცოდე ურთიერთობის ფუნქცია რა არის. ურთიერთობის ფუნქცია, ურთიერთობა არის ერთადერთი საშუალება გავლენა იქონიოს სხვას. რა ცუდად შეყირს ეს ხო? მაგრამ ესეა. გავლენა იქონიო ეს რაში მჭირდება? საკუთარი ინტერესების გასატარება. ესეც თუდად ჟღერს ვიღაცისთვის. კი. თქვენ მე რომ დამერეკეთ აქ რომ მოვედი, გავლენა იქონიათ, ხო? და რატო იქონიათ, რომ ეს პოდკასტი ჩაგვეწერა? არა აუცილებელი რთული სტრატეგიული ტაქტიკური ჩანაფიქრი შეიძლება ყავა მინდა დავლიო მარტო მეზარება და სამ წამყევი რა ყავა დავლიოთ. რას ვაკეთებ? ჩემი ინტერესის გატარებას. მე არ ვარ რომ რაღაც მაინდა-მაინც უზარმაზარი ინტერესი. ამიტომ ყველა ურთიერთობა არის. ან ნახეთ რაღაც ფეხბურთი ვნახე გუშინ და მოვედი და თქვენ მუშაობ და ეს მინდა ემოციებს გამოვხდეთ, მოგაცდინეთ სამსახურში და გიყვებით ხო კაი და
ჩემი ინტერესების გატარება. ასე რომ ეს არის ბუნებრივი, ნებისმიერი ურთიერთ და აქ სიძღოლე რო გეუბნება საწვავის ფასი გაზვირდა. კითხე? არა. რატო გეუბნება? ემთ რო გავლენა იქონიოს, მე რა თანხასაც გეტყვის, შენ რო ესე ვთქვათ, ძიმედ არ გან. ამიტომ ყველა ურთიერთობა არის ერთადერთი საშუალება გავლენა იქონია ვინმეზე, ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე და და რაში გჭირდება, იმიტომ რომ შენი ინტერესები გაატარო, ესე იგი მას ცოდნა უნდა. როგორ გეტდება ეს? ყველა ურთიერთობაზე არ ვლაპარაკო რაღაცა სასიყვარულო და სასიყვარულოც იგივე ურთიერთობა. შენ გინდა იმ კაცს მოწონდე. გინდა, ესე იგი უნდა გააკეთო ისე რომ მოწონდე. თქვენ ყოველთვის გამოგდიოდათ ადამიანებთან ურთიერთობა? გაჩნია იქიდან რა განწყობა და მზაობა და თუ იქიდან არ არის რაღაც კონფრონტაციული, ოღონდ აპრიორში მე რას ვამბობ, რაღაც ისა, პრობლემა არა. არა, მე თხრას ეგეთი რაღაცა რა, ასტროლოგთან მეგობარი მყავდა და წადიო იმასთანო შენო ძალიან დაინტერესდები ამ თემით და მე მაინც twin ცოტა მეცნიერულისკენ მაგ და მე მჯერა ლოგიკის და არგუმენტების რა არაფერს არ ვარქმევ სახელს და არაფერ ნებისმიერი აზრი შემიძლია შევიცვალო თუ ან ლოგიკას დამანახებ ან ფაქტებს დამანახებ ხო და გააკეთე რაღაცა თანხაღირდა და თვითონ გადაიხადა და ეხლა ხო მაინც წახვალო და ნუ ახლა რა გამეკეთე ასტროლოგთან? ხო ნუ წავედი და ასტროლოგმა დაიწყო დაახლოებით ჩემზე ლაპარაკი და იცი რა ზოგადი ფრაზებიზე ჩემზე ვერ იმოქმედებ ახლა ეს რაღაცა ვიღაცამ ტერი ყავს და ვიღაცას უყარხარ და დიდი გზა გაქვს და რაღაც გეწყინა ნუ ახლა ეგ საერთოდ არ მოქმარა თქვა ისეთი რაღაცა რომელიც არავინ არ იცის მე თვითონაც არ ვიცი და ამან დამაინტერესა ანუ თქვა რომ შენ სამსახურში თუ იქნები და იმ სამსახურთან გაბრაზებული წამოხვა, ვინც არის ხელმძღვანელი, მაქსიმუმ 6 თვეში თვითონ არ იქნება. მივედი სამსახურში, ერთ-ერთ სამსახურში რომ მუშაობ და მოვყევი რომ მეთქი ესე თქვა მეთქი რა და რო დავთვალე. არა, მაშინ არ დავთვალე, მაშინ არ უყურეს. არ მეაქცია ყურადღება და მე იქიდან წამოვედი გაბრაზებული იმ სამსახურიდან თანამშრომელი მირეკავს რომ მოიცა შენ რო თქვიო, ესე გამოდის რომ ამას ახლა 6 თვეში ეს აღარ გვეყოლებაო. ავიცი მათ თავი დამანე. 6 თვის თავზე აღარ ყავთ. აი მან დამაინტერესა. ნუ უკვე ნახე ლამის ასტროლოგია დავიჯერ. თან ყველა გავიხსენე სამსახურს და მართლა ეგრე. ყველა ეგრე იყო. ის კი არა ისიც გავცელდა რომ ძალიან სახიფათო ტიპია, ნებისმიერი უფროსი შეიძლება ესაკნასო რა, სამსახურიდან მოიშოროსო და გავსია. და რო და ვიპოვე რა ლოგიკა. აი რა თქვენ გითხეთ, იმიტომ გამახსენდა ეს. ჩემთან თუ ვერ ალაგებ ურთიერთობებს, ეს იგი სერიოზული კრიზისი. იმიტომ რომ მე არა ვარ რთული საურთიერთო. და იმაში კი არა საქმე, მე რო გავბრაზ. იმიტომ რომ ჩემთანაც თუ ვერ დაალაგე, ეს იგი მაგრა სადღაც წასულხარ რა. ამიტომ ეს გამომდის თუ არა, აი ნახე, ნუ რა პრობლემაა ურთიერთობა. თუ შენ არ გაქვს რაღაც წინასწარ დისპოზიცია, რომ გინდა თუ არა რაღაცა. ხო, აი ამ დისპოზიციებზე მაინტერესებდა. ანუ თქვენ სანამ ფსიქოლოგიას შეისწავლიდით და სანამ ფსიქოლოგი გახდებოდით, მანამდე ხო არ ყოფილა ეს ურთიერთობებში განსხვავება თქვენს ცხოვრებაში? აი მანამდე ინტერესი რას გულისხმობთ ურთიერთობაში განსხვავება? აი ზოგადად ადამიანებს რომ ადვილად უგებთ, ადვილად შედიხართ ურთიერთობაში, ადვილად ახდენთ გავლენას. ფსიქოლოგიურზე ვინც აბარებს რომ კითხოთ, ნუ პატარები არიან რატო? ძალიან ხშირად გიყვებიან ეგეთ ამბავს, რომ ჩემი კლასელები მოდიან და მე მიყვებიან ყველაფერს თავისას. ეგ ისეთი საინტერესო ხო, რატო ვირჩევ შენთან მოსვლას, ხო, ესე იგი რაღაც ის არის. ხო და ეგეთი რაღაცები კი იყო, მაგრამ იცი რა, რაღაცა რომ ისწავლო ინტერესი უნდა გქონდეს, დიპლომი კი არ უნდა გქონდეს. და ქულა კი არ უნდა გქონდეს. ითქვა უნდა გაგიჩნდეს, რომ ხო აგერ სტუდენტებს უეუბნე რომ 100 ქულა რო დაუწერო პირდაპირ და არ გამოკითხო ბედნიერი, მაგრამ ხო ხვდები რომ სულელი. წაიღო ქულას ახში. ანუ ამაზე ვლაპარაკობ რომ ინტერესი უნდა გქონდეს და მიყვე იმ საკითხებს რაც გაინტერესებს რა. ხშირად ესეთ ასაკში, მოზარდობის ასაკში, ან მანამდე
მამაკაცებს, ბიჭებს მაშინ აქვთ ხოლმე პრობლემა ქალებთან, რომ ვერ აგებინებენ თავის სათქმელს, არიან გაღიზიანებული, რაც მერე გრძელდება ასევე 20-იან წლებში, შეიძლება 25-30-იან წლებშიც ასე იყოს. თქვენ ადვილად გესმოდათ ყოველთვის საპირისპირო სქესის? არა, ვინ გითხრათ, ადვილად რატომ ესმოდაგათ? მე შემიძლია ვთქვა, რომ მაგ მხრივ, ასე ვთქვათ, 29-ის ვიყავი, აბსოლუტურად რომ სხვანაირად შევხედე პროცესს. მაგრამ მანამდე ჩვეულებრივი რა იყო მანამდე და მერე როგორ? მანამდე იყო რაც ყველასთან ვიღაცაზე შეყვარებული ხარ ყურებამდე და აკეთებ ბევრ სისულელეს. სისულელე რა არის? მთლიანად აწყობილი გაქვს იმაზე ცხოვრება და როცა იმაზე გადაეწყობი მთლიანად, შენ უკვე შენ აღარ ახარ და მაშინ რა საინტერესოა შენთან ერთ ადამიანს რა. მაგრამ ესე ჩვეულებრივ ხოლმე ხა 18 წლიდან თუ 15-დან თუ 16-დან დაახლოებით ესეთი დამოკიდებულება მე გრძელდება. თუ თქვენ ამბობთ რომ შემდეგ ასაკშიც ადამიანს არაფერი არ მოემატა, თუ მამაკაცზე ლაპარაკი, ხშირად ეს არის შიში. მამაკაცის შიში უარის მიღების. და იმდენად ეშინია რომ უარი მიიღოს, და პროცესია ჩვეულებრივი რა უარი. ეხლა კიდე მეორე შიში წამოვიდა, შეიძლება გიჩივლოს. ხო, ახლა როგორ რატო შემოვხედე ესე, მთლად დაემატა. ამიტომ ძალიან დაშინებულები ის შიში ხარ და რეალურად ეს შიში მუშაობს, რომ აი ეს უარია. ან ნახე რას აკეთებს, ესეთი ადამიანები რო არიან 7 ცოლი რო ყავთ. მე 7 ცოლ. მას თავაზობს მაქსიმუმს ეგრევე, იმიტომ რომ ამაზე სავარაუდოდ თავში ურო არ მოხდება. ანუ, ნახეთ, ცოლად გამომყევი. ეს მაქსიმუმია, ხო? ხო და იმიტომ რომ სხვანაირად ვერ ეუბნება რა უნდა. ეგ პრობლემაც არის ხოლმე. პრობლემა კი ეგ სიტუაცია. მე საინტერესო რამე თქვით. ხო და ხო, მაქსიმუმს გეუბნები და თან გარანტირებულად ახლა მაგაზე არავინ არ გაგარტყავს რა, გეტყვის არა, ან რაღაც ისე. ამიტომ ეს შიშია და ამიტომ ეს მამაკაცები ესე არის ადამიანები, ვისაც ეს შიში არ აქვს და თუ მოეწონე თუ რაღაც ის, რაღაცას გააკეთებს, არის რომელსაც აქვს, ხო? და თქვენ ახსენეთ 29 წლამდე, 29 წლის მერე რა მოხდა თქვენ ცხოვრებაში? აფერი არ მოხდა ისეთის პროცესს სხვანაირად შევხედე. უკვე გითხარით, რომ გავითარებისთვის საჭიროა რაღაცა რო არ გამოგდის, დასვა კითხვა. მით უმეტეს ნახე რა არის საინტერესო ნებისმიერ სიტუაციაში. თუ ციკლი მეორდება და ერთნაირად მთავრდება. ეს ჩემზე არა, ეს სხვა მომიყვა, რაღაცა ერთ ადამიანთან იყო და მთავრდა ცუდად, მეორესთან იყო და ეს ადამიანები ხო სხვა და სხვა. არ უნდა იფიქრო, რომ ერთნაირად რომ მთავრდება. ესე იგი შენ სადღაც უშვებ შეცდომას. აი სულ მინიმუმ ეგ უნდა იფიქრო. ანუ დასაწყისი აქვს, მე რაღაცა პერიოდი, მე დასასრული ერთნაირად. ესე იგი სადღაც შეცდომას უშვებ. დაკითხვა უნდა დასვა. და არა დასკვნა გააკეთო, რომ ისინი ყველა ერთნაირია. ეს შენ ხარ ერთნაირი და იმიტომ გამოგდის ერთნაირი შედეგი. ხო და იქით თუ გადავაგდებ ბრალეულობას. ხო, მე ისევ განუვითარებელი დავრჩი და ჩემ ყარ აზზე რომ ესეა და ამოხსნა ხო კრიზისული სიტუაციაზე ზოგადად ვამბობ რომ ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციას უნდა შეხედო როგორც ამოცანას და აი შენ თავს უნდა მუთხოვო რომ გადაწყვიტო საკითხი. ტვინი ხალადეს გასაკეთებლად არა გაქვს, ხო? ტვინი გაქვს იმისთვის რომ გაანწირო. ამიტომ ნახე პირველი მოთხოვნა რაღაცა რო არ გამოდის, მოიფიქრე. ვიკითხო, წავიკითხო. ამოხსნა. ეს პროცესი მაშინ კრიზისი ხდება როგორც აზარტული. ანუ ის კი არა ვაიდე და რა მოხდა, რა მოდი რა ამოხსნათ რა. ხო და ამ გზაში, როდესაც შენ ცდილობ, თქვა, შენი ქცევების გაანალიზებას, შენი შეცდომების გაანალიზებას და იწყებ ამის გამოსწორებას, შეიძლება გზაში ძალიან ბევრი ასევე სხვა შეცდომა დაუშვა, რაღაცა კიდევ შეგეშალოს, რაღაც არ გამოგივიდეს, მაგრამ აი ამ დროს არ უნდა გაჩერდეთ ჩემი აზრით. თუ გგონია რომ რაღაც შეცდომას უშვებ და აი ახლა მე ვიცი, მივხედავ ამ შეცდომას და ეგრევე გამოვასწორებ, ამას ხშირად დრო ჭირდება. ესა მეცნიერებაში ზოგადად უარყოფითი პასუხიც არის პასუხი. ნახე, ჰიპოთეზა არის კვლევა ჩავატარეთ და მივიღეთ უარყოფითი შედეგი. ანუ ჩვენი ჰიპოთეზა არ დადასტურდა. საკითხი ხო მოიხსნა. ანუ ყველა ვარიანტში ვითარდება.
ხო და ამას ვამბობ რომ ამ საკითხს აღარ განვიხილავ თუ ასე ვთქვათ იმან დაამტკიცა რომ არასწორი ეს ქონდა ხო წარმოდგენა რაღაცა იგივე ვარიანტია ხო ურთიერთობაში შედიხარ თუ რაღაცა როცა რაღაცას აკეთებ არ გამოვიდა სულ მცირე ხო იცი რომ ის რა გზითაც შენ წახვედი არასწორი იყო და ესეც ცოდნა ედისონს კითხეს მე მგონი თუ არ ვცდები სანამ რაღაცას იმას გამოიგონებდით თუ რამდენი წარუმატებელი ის გზა გქონდათ და პასუხი აქვს რომ მე მქონდა ძალიან ბევრი წარმატებული რომელიც მეუბნებოდა ეს წარმატებები რომ იმ გზაზე არა ვარ და წარმატება არის რომ ვიცი რომ ამ გზაზე არ უნდა წავიდე ეგეც შენაძენი ხო და აი როგორ ხედავ სიტუაციას ესე ისე დღეს აღარ არის ხო თუნდაც ეს ოჯახის შექმნა პრობლემა თავისუფლად შეუძლია ქალსაც კაცსაც კონდეს ურთიერთობა საპირისპირო სქესთან შეიძლება შვილების გააჩინოს მაგრამ ოჯახი არ შექმნას აი რა აქვს ოჯახურ თანაცხოვრებას ისეთი რის გამოც ადამიანები ირჩევენ რომ აი სწორედ ოჯახი შეიქმნას ბევრი რამე ძალიან ბევრი ადამიანი რომ იზრდება სოციალიზაციის ეტაპს გადის სოციალიზაცია არის გარეგნული ნორმების გაშინაგნება და ეს ნორმები მე გაშინაგნება რა ქვია ანუ გარედან მოვიდა მაგრამ გახდა ჩემი და მე ეს ინსტრუქცია კი არა მაქვს როგორ მოვიქცე ну მაგალითად კაცს არ ვკლავ იმიტომ კი არა რომ ბიბლიაში წერია რომ არ ანუ ესე არ დავდივარ რა გავაკეთო ნახე აზდის პროცესში ეს ჩაჯდა როგორც ჩემი ღირებულება და ღირებულებას ქმნის რამდენიმე ინსტიტუცია საქართველოში კი არა საერთოდ ეს არის ეთნიკური კულტურა განსხვავებით იტალიელები, ფრანგები, გერმანელები, ქართველები. არის რელიგია. ესეც ქმნის ნორმატიულ ბაზას. არის ქუჩა სხვათა შორის. თავისი წესები აქვს. სასწავლებელი ქმნიდა და ქმნის ღირებულებებს. ან ჩუმად ქმნის, ან გაცხადებულად ქმნის და ოჯახი. ამიტომ ნახეთ რა არის ოჯახი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, იმიტომ რომ შენ შეგიძლია კულტურას დაცინო, ან გააუქმო, ან გახადო არაპრესტიჟული. შენ შეგიძლია დაუშვათ სასწავლებელში შეიტანო და გადმოიტანო რაც გინდა, გააკეთო და ოჯახში ვერ შედიოდ. ამიტომ უნდა მოხდეს ოჯახის დისკრედიტაცია. როგორც ინსტიტუტის, ეს ჩემი აზრია. ამიტომ ნახე, რა საჭიროა ცოლ-და-ქმარი. ნახავი ისე იყავ. საქმე იმაში კი არა, ხელის მოწერა რას აკეთებს. საქმე იმაში, რომ ინსტიტუტი, როგორც ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს. მე ესე მგონი. ამიტომ რომ მე ვიღაცას შეცვლა რა უნდა, ჩვენ ახლა საქართველოს რო ნახო, პრაქტიკულად ღირებულებით საკითხებში ყველა ხარბეზიანია. ხარბეზიანი რას ვამბობ? და ვიღაცამ დაახარბეს. რას გულისხმობთ? ну მაგალითად ავიღოთ ერთი პერიოდი და ეხლაც აი რაღაცა კვლევის შედეგებზე ვლაპარაკობდით და ქართველი გოგო მეკითხება ხო ახალგაზრდა ეგ ალბათ ქართულმა ქალებმა თქვეს ხო დააკვირდით ფრაზა რა არის თვითონ გეგონება ის ხავს რა ვიცი ესპანელი რა ქართულმა ქალებმა თქვა რა დამოკიდებულება ანუ თვითონ ქართულ ქალებზე მაღლა დგას ხო ვერ გავიგე რა მაშინ რა ხარში ხო ეხდით? ამიტომ ქართველობა ცოტა რელიგიაზე იცით ხო დაიწყო ის რა ქვია რა ვიცი ჯიპებიანი მამა ანუ ნახევრად ასე დახარვაზებული. ქუჩაში სად არის აბა არც არაფერი აღარ არის. ну სასწავლებელში თავის დროზე კანონი მიიღეს რომ არა აღზრდელობითი ფუნქცია ანუ არ უნდა გქონდესო ну რა ვიცი იქ რა ხდება კიდევ მართლაც და დარჩა ერთადერთი ინსტიტუტი რომელსაც ვერ ვაკონტროლებ ხო მე ვიღაცას რომ მინდა და ეს არის ოჯახი და ოჯახს რა უნდა გავაკეთო ანუ აბსურდამდე უნდა მე მგონია რომ ეს არის ძირითადი და აქ არაფერ შუაში არ არის ხელი მობაწერეთ არ მოვაწერეთ იმიტომ რომ ახალგაზრდებული ხედავ რომ ლოგიკურად რო იფიქრო ხლა თუ მიყვარხარ და ხელი რომ მოწერილი მაგიტო ხო არ მიყვარხარ ან თქვა რო გითხრა რომ არ მიყვარხარ მეთქი და შენ დოკუმენტი აქ ხომ მიწერე ხელი ესე იგი გიყვარხა მაინც ხო არ გამოვა ეგ ურთიერთობა ამ ლოგიკით სწორია
არა, მე ვამბობ, რომ ვიღაცებმა ისწავლეს კარგი სახელების დარქმევა და შეფუთვა თავისი მიზნების გასატარებლად. სათაური აქვს, კაი. რეალურად სხვა მიზანია ხო. მე ვფიქრობ, რომ ამაშია საქმე. და რატომ არის მნიშვნელოვანი? ღირებულებები არის ის, რაც წინააღმდეგობას უწევს ვიღაცას გაატაროს თქვენთან თავისი ინტერესი რა. აი სიტყვაზე რა, უტრირებული მაგალითად სიტყვაზე მეუბნებიან მოკალი კაცი. არ ვკლავ. იმიტომ რომ ღირებულებაში მიზეს რომ ეგაცი არ ხო? სიტყვაზე. ხო და ვერ მაკეთებინებ. ამიტომ მე უნდა გამასუფთავო ამისგან, დამტოვო მატერიალურ მთელი ღირებულება რა არის, მომეციფული, გავაკეთებული რაღაც ისა და კაი, წავედი ბალის კონდე დავისვენ. ჩემი ოცნებები უნდა იყოს ეგა. თუ ესეა, მე ფულს მატერიალურს გაძლევ მაშინ, როცა იმას აკეთებ, რაც მე მინდა. შენ არა გაქვს პრინციპები, შენ არა გაქვს სხვა რაღაც, შენ არ იტყვი უკვე იმაზე უარს, იმიტომ რა უნდა გათქმევინოს უარი. პირდაპირ მომხმარებლური დამოკიდებულება, ხო? და მართოდ ხარ ადვილად რა. გარდა ამისა, რომ ადამიანის ადვილად მართვა შეიძლება, ოჯახს ხომ ნამდვილად აქვს ის სიკეთეები, რაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ ოჯახისგან. აქ. ოღონდ კიდე ზუსტად დასადგენია რა მექანიზმი მუშაობს, იმიტომ რომ ბავშვებს, რომელსაც ოჯახში ნაკლულობა აქვთ რა, თქვა ან გაშორებულები არიან, ან არ ყავს ძალიან განიცდი. მაგალითად, ამ პრაქტიკამ მომცა, რომ არანაირად არ ღირს მშობლის წასვლა და იქიდან თანხების გამოგზავნა, რაც არ უნდა კაი ბებია ბაბუას ჩააბაროს, ან აუყვანოს. იმიტომ რომ ეს ბავშვი მე ჩემთან ხვდები და მე ვიცი მათი ტკივილები. იმდენად მნიშვნელოვანია მშობელთან ურთიერთობა. და ნამდვილად დავრწმუნდი პრაქტიკიდან, დავრწმუნდი რომ არაფრად არ ღირს ის რა, წავედი სადღაც ან ამერიკაში ან საბერძნეთში და იქიდან ვაგზავნი ფულს და ბავშვი აქ არის. და ისა ხო და მნიშვნელოვანია მის პატარაობის მოგონებები ხო, მაგალითად ისა პატარაობს რა 4 წლის რო და წარმოიდგინე რა მოგონებებია ხო და უშოთ რომ სულ ყოველთვის მე დედას გამოყავდი ბაღით და ვოცნებობდი რომ აი სხვას რომ მოაკითხა მამამ რომ მამაც მოსულიყო. როდინდელი მოგონებაა და მიყვება რამხელა ადამიანი ხო? პატარბაში ხო არა? ესე იგი კვალი დარჩა. იმ ხელა კვალი რო ეს მოსავდა. ესეთი ძალიან ბევრი ის არის რა ქვია. ეს არის სიყვარულის დანაკლისი, დაცულობის დანაკლისი. ის რომ ადამიანი რაღაც სიყვარულში და სითბოში იზრდება. ეს არ არის მარტო ის რაღაცა გრძნობას იღებს ადამიანი, მისი ფსიქიკა ყო ამ დროს ყალიბდება და მისი დამოკიდებულებები სამყაროს მიმართ, ადამიანების მიმართ. როგორი ხასიათი ჩამოუყალიბდება, როგორი თვისებები. ხშირად ეს რაღაც აბსტრაქტული გონიათ და ამაზე არ ფიქრობენ. არადა ძალიან კონკრეტ ასეთ გარკვეულ კონკრეტიკასთან გვაქვს საქმე. აი ეს იწვევს ამას. აი ამის დანაკლისი იწვევს ამას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით და ამაზე უფრო ხშირად და უფრო სიღრმისეულად უნდა მიდიოდეს საუბარი და განხილვა თუნდაც ესეთ სივრცეში, როგორც YouTube-ია. დღეს რაღაც სხვა თემებია პოპულარული და აი თქვენ როგორც თქვით, ინტრიგნული და რაღაც ესეთი პროვოკაციული. ამ დროს ეს არის ჩვენ თუ საუბრობთ, ჩვენი მიზანი ხო ის არის, რომ ადამიანი იყოს ბედნიერი. ხო, ამისთვის ვიბრძვით ყველა. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები, რადგან უნდა საუბრობდეთ. ეხლა მინდა თქვენი წიგნიდან ეს არის თქვენი წიგნი, რომელიც აზროვნების აკადემიამ გამოსცა. ერთი პატარა მონაკვეთი წავეკითხა, მოვინიშნე. არის შემთხვევები კონკრეტულ დროს თვითშეფასებას განსაზღვრავს ისეთი საკითხი, რომელიც მანამდე თვითშეფასებაზე არ მოქმედებდა. მაგალითად, ჩააბარე უმაღლესში, კარგი სამსახური გაქვს და აი სიყვარულში არ გაგიმართლა. ამ ერთმა საკითხმა დაგიგდო თვითშეფასება. დანარჩენს უკვე ფასი აღარ აქვს. თუმცა ეს კომპენსირდება სხვადასხვა ფსიქოლოგიური მექანიზმით, რადგან ფსიქიკას თავის დაცვის უნარი აქვს. რითი კომპენსირდება ეს მაინტერესებს და ასევე კითხვა რო ჩამოვაყალიბო. მე მყავს ძალიან ბევრი გამომწერი გოგო, რომელიც კარიერაშიც რეალიზებულია. ძალიან ჭკვიანია, კარგი შემოსავალიც აქვს, უმაღლესები და ასე შემდეგ, მაგრამ სიყვარულში არ უმართლებს. აი შეიძლება ესეთი ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული გოგო გავიდეს თვეები და ერთმა კაცმაც არ დაპატიჟოს ყავაზე. რას ეტყოდით ასეთ ქალებს? აი რა უნდა ქნან მათ?
თუ განიცდიან, რა თქმა უნდა, დანაკლის სიყვარულში. ზოგი არც განიცდის. ცოტა გრძელი თემაა ეგ. ეს არის ისევის რითაც თქვენ დაიწყეთ. ეს არის არ ცოდნა, ეს არის არ ცოდნა იმისა, შეიძლება თავის სფეროში ძალიან მაგარია, მაგრამ არ ცოდნა ურთიერთობა. იმისთვის, რომ მოდი ესე ვთქვათ, მე მინდა რომ რაღაც ქალმა ყურადღება მომაქციოს, მე უნდა ვიცოდე ქალი რა. თუ მე მინდა ვიღაც კაცმა მომაქციოს, მაშინ უნდა ვიცოდე. უნდა გავიგო, როგორ აზროვნებს, რაზე რეაგირებს. ესე ვიჯდე და რატო არ მაქცევნა ყურადღებას, არ გამოდის, ხო? სხვათაშორის ურთიერთობა ძალიან კარგი გამოდის, როცა შენ პარტნიორს იცნობ. როცა შენ გესმის, იცნობ, რო გაბრაზებულია ისიც იცი რატო. რო ჩხუბობს ისიც იცი ახლა რა უნდა გააკეთო. ეს ხანერად ხდება პროცესი. და ამიტომ აი იმაში წარმატებული რო ხარ, ამაშიც შეიძლება და რაღაცები გესწავლა. ჩვენ ჩავტარეთ კვლევა 2 წლის წინ. 522 სასიყვარულო ისტორია. პლუს ფილმები. და ფილმები არა ქართული. იმიტომ რომ დაემთხვა რაღაცეები და ვიღაცამ კიდე რო არ თქვას, რომ ქართულმა ქალებმა გითხრეს. ჩვენ ვეკითხებოდით რამდენიმე ეტაპი გამოიყო ამ ურთიერთობებში. პირველი ეტაპი ეს არის აღმოჩენის ეტაპი, აღმოჩენის აი რატომ მაინც და მაინც ისაერჩი ამდენ ხალხში. მეორე ეტაპი იყო დაზუსტების ეტაპი, კაი მომეწონე, მაგრამ მე რაღაცები. ხო, ნამდვილად ეს არის, ვინც მინდოდა. მესამე ეტაპი, ესე დავარქვით ჩვენ უბრალოდ. მესამე ეტაპი ეს არის გადაწყვეტილების მიღება, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და მეოთხე ეტაპი ერთად ყოფნის პერიოდი. ეს მესამე და მეოთხე საერთოდ არ გაგვიკეთებია, იმიტომ რომ ვერ მოვიცალე რა ამას ჯგუფის შექმნა უნდა, კიდე რაღაც ანალიზი და ის პირველი 2 მეტნაკლებად გავიარეთ. ჩვენ ვეუბნებოდით აღმოჩენა როგორ ხდება, ანუ ნახეთ რა გვაინტერესებდა, უბრალოდ მომეწონა კაი კაცი იყო და კაი ქალი იყო, ამაზე არ იმას ვჩერდებთ. მე ვიმეორე აი ზუსტად კონკრეტული მომენტი, როცა შენ ეს გაიფიქრე, რომ აი ის მომენტი რა დაინახე. ხო და რა თქმა უნდა ყველა ყვება რაღაცებს, კაცები აქეთ ქალები რაღაცებს, რა თქმა უნდა ბევრი მასალა შეიქმნა და მასალის კლასიფიკაცია ჩვენ ინდივიდუალური ასე ვთქვათ ისტორია ნაკლებად მაინტერესებს, იმიტომ რომ კანონზომიერები. მივიღეთ ესე რომ ქალებს აინტერესებთ კაცები, რომელშიაც ხედავენ დომინანტურ ნიშანს. რა დომინანტურობა შეიძლება იყოს? პირველი ეს არის ფიზიკური. ну პირველი მეორეს სულ ერთია რომელს ვიტყვი მეორე პირველს, ანუ რეიტინგს არ ვაკეთებ. აი ესეთი, ну შესახედა. მეორე ინტელექტუალური. ესე აღმოჩნდა რომ ჭკვიანი ადამიანი თუ მიზიდულობა ქალს აქვს. ანუ ტოპოსაჩი. მესამე სოციალური სტატუსი. პოპულარული. ან ნახე მიაქცია ვიღაც კაც ყურადღება, მხოლოდ იმიტომ რომ თელი ჯგუფი რატომღაც იმას აქცევს ყურადღებას. ისე არ მიაქცევდი რა. და გამოვიდა ისე რომ ამ სამიდან რომელიმე უნდა დაინახო, რომ შენ ის აღიქვა თეორიულ პარტნიორად. თუ რომელიმეს ვერ ხედა, ის კაცი შეიძლება დარჩეს, ნახე რომ შეფასებაში, ну კაი ტიპია რა. ანუ კარგია, მაგრამ აი მე არ ვამბობ ის კაცი სიტყვაზე უცოლოდ დარჩება, შეიძლება იცი რა ქნას, აი ესე რომ თხოვდებიან ხო იცი პრინციპში კაი სამსახური აქვს, კაისა, ესე კი ბატონო, მაგრამ მე ვამბობ რეალური გზნობა ის ტოლო რო გამოწდეს. და კაცთან პირიქით. კაცმა რო ყურადღება მოგაქციოს, უნდა დაინახოს, რომ შენ მის დომინანტობას აღიარებ. ეს არის, ნახე, შერჩევის ეტაპი. ანუ ხო უნდა წამოიყვანო მაგეთკი. აღიარებ, ან ჩათვალს რა აღიარებ. დინარო შემთხვევაში, რაც ქალს მოსდის, რომ დომინანტურს თუ ვერ ხედავს, ის შენ არ გაგიგა. ამიტომ ნახე, შესაძლოა, მე არ ვამბობ ერთ-ერთ ვარიანტს, როცა ძალიან წარმატებული ვარ კარიერაში და რაღაცაში გადავდივარ დომინანტურ როლში, ზოგადად, იმიტომ რომ რაღაც პროცესებს მართავ და ამასთანაც გადმოვმაქ ეს დომინანტობა და ის გარბის. ბევრ ქალს ეშლება ეს. ვერ გამოხატავენ. შეიძლება აღიქვამს იმ კაცს დომინანტად, მაგრამ არ აკეთებს ამას, არ გამოხატავს. თუ არ აღიქვას თვითონ არ აინტერესებს. არა, აღიქვავს, მაგრამ ამას არ გამოხატავს, რომ ხო, მე შენ ჩემზე ძლიერად აღიქო. მამაკაცში არის მეტი ბავშვურობა. გაცილებით მეტი ვიდრე ქალოში.
ინსტინქტი მამაკაცური რო გაღვიძო, ხალი რო ხარ, ორი ვარიანტია. ერთი დაუპირისპირდე და დაუპირისპირდე სიტყვაზე, ხო? და რო დაუპირისპირდები, შეჯიბრებითობა ჩაერთო, იმიტომ რომ კაცია და ნახე როგორ არის შენ როგორ უნდა მომიგო. აი კაცი ხო მაგაზე მან ყველაზე ბრიყვია, აგერ რომ კაცი ჭკვიანია, ქალი ჭკვიანია, ჯერტი ბუნებას ეგრე არ აქვს დაყოფილი, გინდა ბუნება და არ გინდა ღმერთი, ყველას აქვს თავის ფუნქცია და იმ თავის ფუნქციაშია ჭკვიანი. აი ზუსტად რაც დაგავალა, მოდი ესე ვთქვათ, იმაში ხარ ჭკვიანი და რაც არ დაუვალებია, შენ თუ ზუსტად იმაში ხარ სულელი რა. აი ზუსტად. და ეს ვერ გაიგო ხალხმა და პირველ რეიტინგი საერთოდ ვფიქრობ, საერთოდ არ აქვს. აი თუ ბუნებას გადა არ არის რეიტინგი არაფერში და საერთოდ ადამიანი არის ერთ-ერთი ყველაზე სულელური რაც კი შეიძლება ყოფილიყო ბუნებაში და რატო? ამხელა შესაძლებლობები გაქვს და ომობდა ერთმანეთს ეჩხუბებ. რა ვიცი, მე ძაღლები რო განვითარებულიყვნენ, მეგონა გაცილებით სხვა კაი ქვეყანა იქნებოდა. შენ რო ძაღლი გამოგასეირნებდა და შეხვდებოდი მეორე, აი დაახლოებით, იმიტომ რომ ესეთი აფერი არ მინახია. აი ამხელა განვითარება და ესეთი საგიჟეთი, ნუ. ესე იგი ინსტინქტი რო გააღვიძო უნდა დაუპირისპირდე და მეორე ინსტინქტი რო ხო და არა, ეგ არის ეგ რო გააღვიძო, იმიტომ რომ გითხარი, კაცს რო უთხრა ცხელკინას დიდხანს ხელში თუ დაეჭა და უჭირავს, დაეწვა ხელი აღარ აქვს, მაგრამ მოგიგო, ნუ აგეთი ტიპია, ხო? ხო და ქალი არ მოკიდებს, გიჟი ხო რა, ხელი დაეჭვას, ხო? ამ კაცი. აი და მეორე არის, როდესაც ნახე დომინანტებზე დაცვა როცა გჭირდება. აბა ნახე მთელი ფილმები, მათ შორის ამერიკულ, რა ვიცი, გინდა იტალი. რა ხდება? ქალს დაცვა დაჭირდა, ან ჩანთა, ან ვიღაც დაესხა. სულ ყველგან ექსტერო და ისედაც ეგეთი მომენტი. ხო და თუ ჭკვიანი ხარ, შეჯიბრებითობაში არ უნდა გამოიწვე, იმიტომ რომ მაშინ დაპირისპირებაში შედიხ. როგორც კი აჩვენებ და დაცვა ვის ჭირდება, ვინც უფრო სუსტია და შენ თუ შტანგას წევ და რაღაცებს შენ დაცვა შემგან არ გჭირდება, მაქსიმუმ გამომიწვევ და აპირისპირანო შევეჯიბროთში გამომიწვევ და შეჯიბრებით უკვე ის არის რა შენ მაჯობებ თუ მე მაჯობ. ამიტომ ამ ინსტინქტ ამასაც უნდა უყურო, რას აკეთებ, ანუ რა გადაცემ და გადაცემა არ არის მარტო სიტყვიერი, ხო, გაქცევაშია, ხო. რამდენიმე ისტორია ესეთი იყო, აი როდის ისკენ მეთქი და ნუ ქალების მონაყოლში რომ რაღაცა უცეკო და უცებ ხელში ამეყვანა. ხელში აყვანა არის უსუსოდ გომარებას ჩაგდება, ხო, ფეხებს მიწაზე ვერა. ესე იგი, ეს მათზე მოქმედებს პირიქით, აბა შენ კაცი აიყვანე ხელში. თუ მანამდე მოწონდი, აი ხელში რო აიყვან და შემოიყვან სტუდიაში, როგორც კი დადგა, არ უნდა რა შენთან ურთიერთობა. აი მანამდე თუ მოწონდი, შენ დაანახვაც, ხო, ნუ წარმოიდგინე, აიტაცე და მოკავს. ეს კადრი რო ხო კიბეზე აკავს ეს კაცი რაღაცა არ ვარ. ამდენ განსხვავებულია და თან სხვა რაღაცებზეც გამავლე პარალელი. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით ხელში შეიძლება არ აიყვანო, მაგრამ რამდენადაც აკეთებენ ქალები. რაც აი ზუსტად ეგ შინაარსიდებს, რომ აი მე შენზე უკეთესად, მე შენზე ძლიერი, მე შენზე უპირატეს. ძალიან კარგი ციკლი არის ტანგო. აბა შეხედეთ ამ კუთხით. ქალი და კაცია. და ნახეთ, ორივე ძლიერია ისე, რომ სქესის ნიშანს არც ერთი არ კარგავს. ქალი ძლიერია იქ, მაგრამ არანაირად არ ეტყვი, რომ კაც და ემსგავსა და ისა. ნებისმიერი ცეკვა ნახეთ. ფენომენალურად არის ქალის სიძლიერე, განსხვავებით სხვა ცეკვებისგან, მათ შორის ქართულს, სადაც სუსუსტია, მაგრამ ნიშანი ქალის თავიდან ბოლომდე ქალი ცეკვავს და არა ვიღაც ესეთი ნავარჯიშების. ისე არსებობს ესეთი სტერეოტიპი, რომ ქალმა თავისი გრძნობები არ უნდა გასცეს. ამ დროს ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ მეორეს მოწონს, უკეთესი დამოკიდებულება უჩნდება და მინიმუმ სტატუს ქვოს შენარჩუნებაზე მუშაობს, რომ დარჩეს ისე მოწონებული და მაქსიმუმ უფრო მეც გააკეთებს, რომ უფრო მეტად მოაწონოს თავი. და საიდან მოდის ეს სტერეოტიპი, რომ ქალმა არ უნდა გასცეს გრძნობები, რომ მოწონს კონკრეტული კაცი. კაცის ინტერესი დაეკარგება და აი ესეთი სტერეოტიპები რო არსებობს. ხანერთ შეიძლება დავსვა კითხვა, თუ არ გამოხატა რომ მოწონს, მე შეიძლება ნაბიჯი არ გადავდგა, ხო? მაგრამ ნუ არის მთელი ის თამაშების ტექნიკა, სადაც იმხელა უკან დასახევი გაქვს. ანუ ნახე, ნიშანი მოვიდა თქვენგან, რომ მოგწონო არ, მაგრამ როცა გინდა იტყვი ამ ნიშანზე შენთან უარს რა, ანუ იტყვი ბიჟი ხო არა ხარ.
არდა ეს არის ეგ ვარიანტი. საიდან მოდის სტერეოტიპი მართალი გითხრათ ეგ არ ვიცი, მაგრამ ეგ სტერეოტიპი არსებობს და არსებობს სხვათა შორის მამაკაცებში და ეს ქალების ეს ქცევა მამაკაცებიდან არის გამომდინარე. არის კატეგორია, რომელიც ეგრეთ თვლის. თქვენ წარმოიდგინეთ, არის ფიქრობთ, რომ ეს ძველგაზრდები არიან. აი, ანუ სიტყვაზე უყურე მე რადგან პერიფრას გავკეთე. მაკოცა. ესე იგი სხვებსაც შეეძლო. ანუ თავის მიმართ განაზოგა და ისაგა იგი. და ესეთი ტიპი როა. ახლა ქალიც იმის საპირისპიროს აკეთებს, რომ ამან ესე არ იფიქროს. ნუ სხვა რაღაცა არა. მე რომ ეს ხშირია, მაგრამ მე გამიკვირდა რომ არის. და მე გამიკვირდა რომ ეგეთი საიდან მოდის ეს აზრება? აი კაც რატომ უნდა ოჯახიდან. ხო, ნორმალისგან საიდანღაც საიდანღაც აღებული აქვს. ნუ ესეთი ვარიანტი. ეგეთი წარმოდგენა ჰქონდა. თუმცა იგივე აბსოლუტურად უაზრო წარმოდგენა ადამიანს უყვარხავდა. ანუ ნახე რა არის ამის აი ცოლი რო გამختارიყო ჯერ და მე რო ყოფილიყო ესა, ხო? ეს მისაღები. ცოლი როგორ უნდა მექანიკურად უნდა გახდეთ, თუ რა მაშინ ეს რო ხდება მაჭანკალი, ანუ სიტყვაზე რანაირად უნდა გავხდე ეგრე ჯერ უნდა მომინდა შენთან ყოფნა. ნუ ესეთი და ალბათ ეს იქიდან არის რომ ამან არის ფიქროს მე რომ ისე მე მირჩევნია აქ ეს რაღაცები. იშვიათია, მაგრამ არის კიდე გეუბნებით. არის კიდე რაღაცები, არ მინდა ახლა ესე მაინც საქვეყნოთ ლაპარაკი, რომელიც მე თან მაყურებს საიდან ზის უცნაური რაღაცა. აუ გითხარით რა. საინტერესო იქნება. ნუ ახლა იგივე თუ მამაკაცების მე ისე გამოდის ხოლმე გეგონება რაღაც სხვა სქესი ვარ, იმიტომ რომ ორივე სქესი ესე ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი მაგათად რა არ მესმის. ესე იგი, გამოეწონა ადამიანი, ხო? ძალიან უყვარს, ხო? თვითონ შეუყვარდა. თუ იმას ყავდა ქმარი, ეგ პრობლემა არა. და თუ ყავდა შეყვარებული, არა, ნუ რაც კიდე დაარქვით, არის, ნუ 30-31 გაიცანი ეხლა, ხო? ეხლა გაიცანე, ხო? და რა უნდა მოთხო, რატო არ დამელოდე მე სანამ გამო, ხო უაზრობა ეგეთი თხოვნა ქონდა. თან მოგეწონა. და ვიღაცა რო ყავდა, როდესღაც რანაირად შეიძლება იმაზე უბრალოდ პრეტენზია გქონდა. ნუ სიტყვაზე გავიფიქრო, რატო იყო ეს. ეგ უფრო ბევრია ვიდრე ის ერთი, რადგან მაგოც კი, ეგ ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ზუსტად აი უნდა გაინტერესებს ფსიქოლოგიაზე, ასე ვთქვათ, რომ იცი რატო მე რო ვზივარ ამასთან და უცებ ის ტიპი რომ მოვიდეს, ჩემზე რას იფიქრე? აი დაახლოებით ესეთი. ნუ თუ შენც ხო იყავი ვიღაცებთან, რო შედიხარ და ის ვიღაცასთან ზის ამას ფიქრ. მაგრამ ის კაცია. მე არაფერსო, მაგრამ მე ნორმალური ვარ და ისო. ნუ თხა შენ თუ ცხოვრებას არანორმალურობაზე აწყობ, რას ფიქრობენ? რა საჭიროა იყო თუ არა შენ ქალთან ის კაცი, რასაც უნდა გაიფიქრებს. ახლა მე არა ვარ ნამყოფი და გავიფიქრებ და მაშინ როგორ უნდა იცხოვრო, ხო? ვინ რამეს ხარ ფიქრობთ, რა შემოხვალ, ხო? აბსურდამდე მეკ. კი. საიდან აქვთ ეს? საიდან? მარტო ოჯახი არა. მე იმასაც შევატყე, რომ როცა მე მაგაზე ვეუბნები, რომ აბსოლუტური, მოდი ესე ვთქვათ, სულელური ფიქრებია და სერიოზული, მოდი ესე ვთქვათ, დაწოლა ამაკრა. იცი რომ ეგ უხარი. იმიტომ რომ უნდათ რომ მე ვთქვა რომ ეგ სისულელი. ანუ ჭირდება. ესე იგი ვიღაც ავტორიტეტმა ანუ თავში უზის თვითონ ეს პრობლემა აქვს და რო ეუბნები რომ ის ხო შეიძლება შეგეწინააღმდეს, მაგრამ აი შემტყვე რომ უხარია რომ მე ვუთხარი რომ ეგ სისულელია რა და არა პირიქით არ მეწინა. ანუ მოშორება უნდა ვერ იშორებს ამ. მაგრამ ჩასმული არის. ამოისუნთქა ერთგვარად თქვენ რო უთხარით, ხო? ნუ ხო მაგი აი თქვენ რო ახსენეთ ინტერნალიზაცია გაშინაგანება. ესეც საიდანღაც აქვს, მაგრამ თლად ისე გაშინაგანებულიც არ არის, რომ საკუთარ ხმად აღიქოს, ხო? ეს მაინც ძალიან გარედან თავს მოხვეულია და გრძნობს, რომ არ გრძნობს თავს კარგად. აი ამ რაღაც რწმენასთან, წარმოდგენასთან. მან დოღრე განსხვავება რა არის. მაგალითად, ავიღოთ. კაც, რომელსაც ყავს ცოლი და ყავს საყვარელი. ამის ცოლი მაინც ქალია. აიგე. მაგრამ ქალს, რომელსაც ყავს ქმარი და საყვარელი, იმის ქმარი კაცი აღარ არის.
ამიტომ აღქმაში ეს სულ კარგავს სქესის ნიშანს. ანუ კაცმა უნდა გაუფრთხილდეს, მაგრამ არ შეეშინდეს, არ ისაქნას, იმიტომ რომ რანაირად. და ქალს ეგ პრობლემა არ აქვს. ერთადერთი პრობლემა ქალური ნიშანი აღქმაში საზოგადოებაში ხდება, ახლა ბავშვი თუ შეჭამე თუ რავი შენი ბავშვს რაღაცა უყავი, მაშინ მიდის რომ ქალი არ ახარ. დანარჩენ შემთხვევაში გათხოვილი ხარ, გაუთხოვილი ყველანაირ ვარიანტში სქესის ნიშანი. ამიტომ ამას მაგის ეშინი. შესაბამისად ნახე როგორ ფიქრობს, მე რო ვიღაც დამინახავს. ой ფიქრობს რომ ეს აიგე ქალს ეგ ფიქრები არ აწუხებს რა. ალბათ მე ვამბობ შესაძლო ვარიანტი ეგ არის, თორემ ახლა აბსურდია, იმიტომ რომ გაფიქრება გითხარი საერთოდ შეიძლება არაფერი არ გქონდეს და რასაც გინდა გაიფიქრე წარმოვიდნენ და ახლა რა უბედურებაა, რა ნიშნავდა რას გავიფიქრე. მე 1000 ჭორი არსებობს მოარული კონკრეტულ ადამიანებზე და ეხა ისიც რო ემატება და მთელი კასკადი. ზოგადად ურთიერთობაში პასუხისგებლობა არის იმის მერე, რაც ურთიერთობა დავიწყეთ. როგორ შეიძლება ურთიერთობაში პასუხისგებლობა მქონდეს, სანამ ურთიერთობა არ დაგვიწყია ვიღაცასთან. თქვენი დაკვირვებით. კაცებში შეიძლება ცოტა ისე ჟღერდეს ეს კითხვა, მაგრამ კაცებში უფრო შეიმჩნევა ქალთან ურთიერთობის არცოდნა თუ ქალებში? ქალი ქალთან ურთიერთობაში. არა, კაცები ქალთან ურთიერთობაში რომ მოიკოჭლებენ. ორივესთან არის ხოლმე ეს მომენტი, უბრალოდ ქალს ცოტა უფრო ადვილი როლი აქვს. იმიტომ რომ ინიციატივა გადაგდებულია კაცს. ანუ ნახე შენ შეგიძლია თქვა რომ მე რა გაინძრეს და გააკეთოს. ასე რომ გამოდის რომ ერთი შეხედვით კაცმა უფრო არ იცის ხოლმე, მაგრამ შეცდომები ორესაა. იცი რა შეცდომები არ არის მარტო ქცევითი მომენტი. მე ჯგუფები მყავს ხოლმე და არის ნახე ემოცია უნდა გამოიცნო. ემოცია უნდა გამოიცნო და ემოციას ურჩევს ჯგუფი რა, იქ ჩამოწერილია ემოცია თამაში. გოგოს მიცეს რომ მიყვარხარ უნდა აჩვენოს რა. და იქიდან ადამიანი ელაპარაკება და სახეზე უნდა შემეტყოს და თან ჯგუფი ცხოვრობს. ყველამ წაიკითხა ამის სახეზე მომბესდი. ეს არის რამხელა არასწორი ნიშნის გაშვება. ნახე მე არ შემიძლია დაგანახო ეს. აი გოგო სამუშაო, იქ ბევრ რამეში აღმოჩნდა რომ სწორი ინფორმაციას ვერ გადაц. წარმოგიდგენე მიყვარხარ და შენ გონია რომ მეზიზღები. ნუ დაახლოებით იგივეა. ან მინიმუმ არ მაინტერესებს საერთოდ. ამიტომ ნახე ვარჯიში ხშირად გონიათ რომ მიყვარხარ და მომწონხარ ერთნაირი მანიშნებლები არ არის ერთნაირი მანიშნებლები. აბა კარგად დაფიქრდი, მიყვარხარ სხვა მანიშნებელია, ორივე პოზიტივია, მაგრამ სხვადასხვა ეს არის. სულ სხვადასხვა მოძრაობები ჭირდება. რა ჭირდება? ნუ აი ზუსტად მაგაზე გვაქვს საუბარი, რა ჭირდება თვითონ ხედავენ და თან რატო იცი ობიექტური, რატო მიყვარს ამ ტიპით მაგის გაკეთება. თქვენ თუ აკეთებთ და თქვენი ისა ვინც გიზის იქ თამაში ის იცნობს, ესე იგი თქვენ არც გამოხატვის პრობლემა გაქვთ და ამას არ აქვს აღქმის. ახლა უყურე თქვენ თუ აკეთებთ და იმან ვერ გამოიცნო, მაგრამ ჯგუფმა გამოიცნო, პრობლემა აქვს ამას, ეს ვერ კითხულობს, ხო? თქვენ თუ აკეთებთ და ვერავინ ვერ გამოიცნო. ეს არის სიგნალი არ მიდის, ხო? იქ ქალები და კაცები გიყურებენ. ანუ ძალიან ობიექტური რაღაცა გამოდის, რომ მიხვდე რომ მე იმას გავცემ, სიტყვებით გაცემა ჯერტი ყოველთვის არ არის და მე მეორცეთი ადამიანი თავის დასკვნას უფრო ენდობა ვიდრე სიტყვებს, ხო? ჩვეულებრივ რაღაცა. ხო და თუ მე მინდა რომ გაჩვენო რომ მეყვარხარ და შენ კითხულობ რომ საპირისპიროს, რანაირი კომუნიკაცია გამოვა. გითხარით როგორ გამოიხატება? აი როგორ გამოვხატოთ მიყვარხარ რომ ვიცოდეთ იქნებ რამე ხო არ გვეშლება. როგორ გამოვხატოთ იმაზე როცა ადამიანი გიყვარს იქ არის უპირობობა. როცა მოგწონს არის პირობები, ნახე, მოძამხა. ეს არის. სიყვარული უპირობობა. ანუ ნახე რას ლაპარაკობ არ მაინტერესებს, მიყვარხარ. სიტყვაზე რაღაც არც ეგ არ მაინტერესებს. ეს სხვა გამოხედვა. როცა მომწონხარ არ არის ეგ გამოხედვა, ხო? იგივე მაგალითად იქ როგორი რაღაც სულელი ხარ, ან რასულელი ხარ. რასულელი ხარ, ნახე როგორ არის არც ისე აგრესიული. ეს შეიძლება გამოყენო ბავშვთან მიმართებაში. ეს არის ნახე ზემოდან ქვემოთ, მაგრამ ეს არ არის რა იდიოტი ხარ. ხო, არა. და აი მებში სხვაობა და სხვაობა ეს ემოცია გავს ხოლმე შინაგან განწყობებს, ხო? სახელები ქვია. თუ მე ვერ გამოვცემ სწორად
ბევრი გაურკვევლობა, იმიტომ რომ ადამიანი ჩემზე დასკვნას აკეთებს, იქ არავინ არ გადაგიმოწმებს, არ გეტყვის, მოიცა მე წავიკითხე შენ სახეზე ესა, ხო? ხო წარმოიდგინე, ახლა მე მკითხულობ რომ ვერ მიტა. ანუ ეგრე არ არის. მე ვცვლი თქვენს მიმართ ქცევას, იმიტომ რომ თქვენ ვერ მიტანთ, თქვენ ხართ გაკვირვებული რომ რა დააშავეთ, იმიტომ რომ მე ეგრე წავიკითხე. მთელი რიგი კონფლიქტების ამსახურებში და რაღაცებში არის ეგრე არასწორი წაკითხვის ან არასწორი გაცემის. ხო და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობებში რომ ამაზე შეამოწმო შენი თავი, რა არასწორი სიგნალი, არასწორი ინფორმაციას აძლევ ხალხს. მე მგონი ყველაზე ადვილი იქნება სარკეში თუ ივარჯიშებს ადამიანი. რა თუნდა სარკეში შეგიძლია იგავე დასვა, რა ვიცი, ესე რაღაც შენი ნაცნობი და ეგ ითამაშო, ხო? წაიკითხოს ემოცია რა. რა ემოცია? არა, რომ დაახელოვნო, რომ აი თავიდან აი შე რო გონია, რომ ხა სიყვარულს გამოცემ, სარკეში იყურები და ნუ აშკარად არ გამოცემ და მე იქვე შეეცდები, რომ რაღაც შეცვალო რაღაც. კი ბატონო, არ არის, მაგრამ მე ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დასკვნები გამოგაქვს ისე რომ არ ვამოწმებ რა. აი შე რო შემოხედე, მოგეწონი თუ არა და იმ დასკვნის საფუძველზე მე მოქმედებ. ხო. ხო და მე ის მოქმედება არ შეესაბამება ხოლმე ურთიერთობის იმ ხასიათს, რაც შენ გინდოდა და საერთოდ თელი არეულობა. აი მამაკაცთან საკმარისია, მარტო ეს ანუ სიტყვიერად რო არ გამოხატოს ქალმა, ნუ რაღაც ისე კეკლუცურად რომ მოწონს. საკმარისია მხოლოდ სხეულის ენით გამოხატო. გახსოვს გითხარი რომ არიან კაცები, ვისაც ეშინია და მაინც უნდა თქვა. ხო? თორე წესითი ურთიერთობები არის მეტაენა კიდე, ხო? მეტაენა არის ეს აგერ შტატებში, რადგანაც ძალიან ეხლა არ ვიცი, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს ძალიან შეშინებულები იყვნენ ეს კაცები და დაიტანჯნენ, იმიტომ რომ მე რო გითხრა წამოყავა დავლეთ, შენ შეგიძლია ასულიყავი და სექსუალური ის არისო, ხო? ხო და ბოლოს რაღაცაზე ხო უნდა შეთანხმებულიყვნენ და შეთანხმება იყო ეგეთი, რომ ლანჩზე თუ მომყვები, აი ახლა რა სიტყვაზე გავედით, თანახმად ხარ ფლირტზე. მაგრამ საღამოს თუ მოდიხარ ვახშამზე, ეს არის პირდაპირ დამთავრებული, რომ რაღაცა სიმბოლიკა მაინც გავიგო, კაცო, იმიტომ რომ ეს ვარიანტია. მაგასაც რო თავიანო ისედაც არის მეტა. არის რაღაცა, ხო? გთავაზობს ერთს, სინონიმში იგულისხმება მეორე, შენ ამბობ კის, არა იმ პირველ შეთავაზებაზე, ან მეორეზე, ან პირიქით ამბობ უარს არა პირველზე, არამედ მეორეს. და ეს დასულ ადამიანებს, just ეს არ არის ცუდი. ახლა ვიღაც შეიძლება გამოხდა პირდაპირ რო უთხრა, კალი სხვათა შორის. პირდაპირ რო უთხრა, რომანტიკასაც კარგა. და ყველაფერს, რაც სილამაზე ახასიათებს ამას, ყველაფერს კარგა. და რა ვიცი, ახლა ვისაც ესეთი უგემოვნებო რაღაცები უნდათ, ხშირად მომყავს ის მაგალითი ფილმის რაღაცა იფიქრებს, რომ ამ ფილმზე ძალიან გაგიჟებული ვარ, უბრალოდ გასარჩევად არის კარგი. რა ქვია ეს ტკბილი ნოემბერი კერავთ. ხო, კიანუ რივზი და კიანუ თამში. აი პირველად თუ გახსოვს ქალთან არის ტექსტს უსმენ. ყველაფრისგან დაცლილი ტექსტი. აი ტექნიკური ურთიერთობა რა, გეგონება რა ვიცი, აი სამსახურში რაღაცას რობოტული ვაკეთებ. აი საშინელი ის არის რა. არ და ურთიერთობა. ვისაც ის ურთიერთობა მოწონს, იმის პრობლემაა, მაგრამ ნუ რაღაცა ხონდა. ამ დროს ის მეორე შარლის ტერონის გმირი, სწორედ აი ამ ემოციებს და გრძნობებს რა თქმა უნდა აძლევს. თორე ისე აქვს, მოგინშიც ის პირველ იმაზე ყველაფერი აქვს, მე რა ამე. ხო. კარგი გამახსენეთ, მაგ ფილმს უნდა ვუყურო დღეს სახშირად. მეორე კუთხით შეხედე, იმიტომ რომ ფილმს ხალხში მაგრა აშაყირებს თლიანად სისტემას. კი. ანუ მის ცხოვრება რა არის, ხო? ჯამთელია. და გახსენებ. მერსედესი აქვს, ბრენდული რაღაცები აცვია. იმაში მუშაობს ნახე მარკეტინგში და რა შეხვდი ამ ფულს ეგ არ მოგწონს, სოსისები, ყველა სოსისი და ნახატები და მილიონობით ფულს იღებს. თვითონ რა ეშლება ნერვები მე. ხო, ანუ ან საქმე რა არის და ან მის ცხოვრება რა არის. ეხლა ზერ ჯამთელია და ფული აქვს. და აგერ ყავს გოგო. არც ჯამთელია იცის ორთოში მოყვდება და არც ფული და არც ის არ ნუ მე ხო აგდებს. თვითონ ნახულობ რა ცხოვრება ესაა რა და შენ ხარ იმაში სიშტერეში და სათაშიო ბევრი ირჩევს მაგ სიშტერეს ეხლაც. მე მგონი მიდის ცოტა გამოღვიძებისკენ. ნახოთ რა იქნება. და ბოლო კითხვა. ფროიდმა თავის ერთ-ერთ მოსწავლეს თუ მიმდევარს უთხრა ესეთი რაღაც, რომ ქალის სულის 30 წლიანი კვლევის შედეგათო მივედი დასკვნამდეო, რომ ვერ გავიგე ქალს რა უნდაო. თქვენ იზიარებთ ამ მოსაზრებას?
ვერ გაიგებ კიდევ ვამბობ თუ არ იცი ვისთან გაქვს საქმე. შეცდომა ზუსტად ქალის მხრიდან, კაცის მხრიდან არის, როცა მე ქალს თხოვ ჩემნაირი ლოგიკით და მიკვირს რატო არ შემწვანელობ და იგივეა საპირისპიროდ, რა ქალი ეთხოვს მამაკაცს. გასაგები ხდება ყველაფერი თუ გაიგე და ეს უნდა გინდოდეს, მეტყვი პარტნიორია შენი თუ შეყვარებულია თუ ცოლია, ეს უნდა გინდოდეს რომ გაიგო. იმიტომ კი არა რომ მარტო მისთვის ზრუნავ, კარგად თუ დაფიქრდები, ადამიანთან როცა ხარ და კარგად ხარ, შენი ინტერესი არ არის. ამიტომ ეს ხო არ არის რომ ვიღაცას ეკეთებ, ამიტომ შენი ამოცანაა გაიგო. კომუნიკაციაშია ქვეყანას სხვაობები ქალთან და კაცთან. ოღონდ იმიტომ გამდინარე კი არა ისა გენეტიკაში გაკომუნიკაციაში ქალისთვის არის უსაფრთხოება ნომერ პირველი. ამიტომ ნახე ყურადღებას ანაწილებს ძალიან სწრაფად იმ დეტალზე. კაცი ქალისთვის, ნახე, მიხეს რომ ბავშვი ყავს არა ყავს. მომზადებულია რომ ბავშვი რო დაიბადება ლაპარაკი ხო არ იცის გამოიცნოს. მისი მთელი გამოცნოს. ამიტომ ქალი ყოველთვის იძლევა კონტექსტს კაცში და შეცდომას მანტუშებს. იმ კაცმა რო თქვა შია, მართლა შია და შენ ფიქრობ რატო გითხრა? ეს რას ნიშნავს? ანუ ყველაფერზე. და ქალთან ლაპარაკშიც არ აქვს მნიშვნელობა. ახლა სულ ვამოწმებ და გენეტიკაში მიზის. უნდა გამოვიცნო. კაცს რატო არ შეუძლია გენეტიკაში ნადირობდა და რო ნადირობდა, ნახე მე ახლა ტახზე თუ ნადირობა, აქ ჩიტმა გაიბრინა, იქ დამეძახეს, ნუ გამექცევა. ამიტომ მამაკაცს აქ უნდა ერთ საკითხზე სერიოზული კონცენტრაცია. ხო, დიდხანს კონცენტრირების და შეიძლება ჩაერფლოს რა, ღამე გათენდა, არ ახსოვს, წვერი გამოვიდა, ყველა. ხო და ქალს აქ გადაწყობა შეუძლია ძალიან სწრაფად. აი ძალიან სწრაფად რა. ერთ საერთოდ ყურადღება არ შეიძლება გახლით ვარ ხდება, მაგრამ იმდენად სწრაფად დანაწილო ასწრებს ყველაფერს. გითხარი შეუძლია ტელევიზორს უყუროს, ფილმს, და ამ დროს ელაპარაკებოდეს რა ვიცი მეგობარს და იქ უყურებს კიდე ბავშვს ადევნოს თვალყური. ეს შეუძლია. ჩანთები განსხვავებულია. ქალს ჩანთა რომ მოგხში, რა ვიცი, შეგიძლია კითხო შემთხვევით რაღაც ის ხო რა შეიძლება კონდეს ნიანგის ფორმა შეიძლება კონდეს იმიტომ რომ თვითონ რომ გადმოყრის მე ისეთ რაღაცებს აღმოჩენებს აკეთებს ყოველი შემთხვევისთვის ხო სხვა სიტუაცია მამაკაც უდევს ის რაც ჭირდება ამ წუთას ჭირდება ამას ყოველი შემთხვევისთვის უდევს აი წამალი ხო შეიძლება კონდეს არ ჭირდება თვითონ ანუ სიტყვაზე ვამბობ რაღაცა აი ყველაფერი შეიძლება და განსხვავება და ამ განსხვავებულებისგან ვინც სიამოვნებას ვერ ღებულობს ძალიან მაგრამ ეცოდება თან ძალიან რომ უნდა რომ ერთნაირი იყოს და ერთნაირობაში რა არის საინტერესო ვერ გავიგე არაფერი ერთნაირობა არის სიცოცხლის დასრულება სადაც სიცოცხლე არ არის იქ ყველაფერი ერთნაირია და სწორედ მრავალფეროვნება სიცოცხლის ნიშანწყალი, რომ აქ ესე იგი რაღაცა არსებობს. ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზურა. მე კიდევ ერთხელ გთხოვთ, თუ თქვენთვის საინტერესო იყო დღევანდელი ეპიზოდი, მოიწონეთ ეს ვიდეო, დაგვიტოვეთ კომენტარები და გახდით ჩვენი არხის გამომწერი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.